დღეს ვისაუბროთ ხელოვნების ორ უმნიშვნელოვანეს მახასიათებელზე. ეს არის ფორმა და ეს არის შინაარსი. ანუ ერთის მხრივ რა არის, რა შინაარსის მატარებელია ხელოვნების ნიმუში და მეორეს მხრივ როგორ არის ის გადმოცემა, როგორ არის შესრულებული. ეს მარტო სახვით ხელოვნებას არის, ზოგადად ხელოვნებისთვის დამახასიათებელია. მაგრამ სახვით ხელოვნების თვალსაზრისითაც შეგვიძლია განვიხილოთ ეს და სხვა მიმართულებებითაც. კი ბატონო, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია ეს ფაქტობრივად მოიცავს ხელოვნების რაობას, თუ შეიძლება ასე ითქვას. ჩვენს წინა საუბრებში ფაქტობრივად რაღაცა ისეთი ნიშნულები გავაკეთეთ, რომ მგონი ახლა კარგი იქნება თუ აი ამ ჭრილშიც შევხედავთ ხელოვნების ნაწარმოებებს, რადგან ესეც როგორც ჩვენი წინა საუბრები, ესეც არის ისეთი შრის გაანალიზება და ასე ვთქვათ, დაკვირვება, რომელიც შეუიარაღებელი თვალით, ასე რომ ვთქვათ, შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. და რატომ არ ჩანს? იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ ისეთი სპეციფიური მახასიათებლები, რაც რაღაც ტიპის დაკვირვებას მოითხოვს რა. ჩვენ შეიძლება დავიწყოთ იქიდან, რომ ანუ ხელოვნებაში, როგორც შენ აღნიშნე, არის ხელოვნება არის რა და როგორ ერთად. აი თუ მაგალითად ერთ-ერთ თუ ვაცლით უკვე ნაკლოვანი ხდება. იქითკენ იხრება რა. მაგალითად რო ავიღოთ სიტყვაზე მეცნიერება, ხო? მეცნიერება არის რა? როგორ მისთვის არის თითქმის არ აქვს რა, ეს როგორ. თავიდან ბოლომდე რა არის და ეს მე რანაირად ვლინდება? ეს ვლინდება ასე, რომ სიტყვაზე დღეს თანამედროვე სტუდენტმა, მე-3 კურსის ფიზიკის სტუდენტმა მაგალითად, ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტმა ალბათ იმაზე მეტი იცის ინფორმაციული თვალსაზრისით, ვიდრე შეიძლება ნიუტონს ცოდნოდა. ან თუნდაც აინშტაინს. იმიტომ რომ ის ინფორმაცია, რაც გროვდება, აბსოლუტურად 100%-ით ფიქსირებადია. ანუ შეიძლება ამ ყველაფრის დაფიქსირება. ხოლო თუ ახლა მაგალითად ადამიანი მონდომებული იქნება, იმას წაიკითხავს და გაეცნობა და ინფორმაციის დონეზე ეცოდინება. ეს იმას არ ნიშნავს ახლა რომ მეცნიერების შემთხვევაში არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, შენ როგორ გაარკვიე კონკრეტული ფაქტი. არ აქვს მნიშვნელობა. ანუ ეგ არაფერზე არ მოქმედებს. თავარი არის მათემატიკა, კი. მათემატიკა გარკვევა რაღაც. 2-ს მივუმატოთ 2 არის 4 და ეს რადგან ეს გავიგეთ, ვინც ეს გაიგო, იმას არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გაიგო, რანაირად თავარია, რომ ეს ინფორმაცია აქვს. მაგრამ ხელოვნება ეს არ არის. ხელოვნებას ესეთი ფუნქცია, ანუ ესეთი თვისება არ გააჩნია. ხელოვნება არის დიდწილად არის როგორ. რა, მისი ანუ შინაარსობრივი ნაწილი არის ძალიან მცირედი ყოველთვის. და ფაქტობრივად ამიტომ ძალიან ისეთია ილუზორული ნაწილები აქვს ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი პირობითი ნაწილები აქვს და ამიტომ აი ვიტყვი ბარემ დავასრულებ აზრს. ამიტომ არის რომ მაგალითად არ აქვს მნიშვნელობა ინფორმაციულობას. კი, რა თქმა უნდა, ინფორმაციულობა კარგია ხელოვნებაშიც, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ გადამწყვეტი არ არის და განმსაზღვრელი არ არის. იმიტომ რომ სიტყვაზე ძველმა რომელიმე მხატვარმა მაგალითად ან მწერალმა და თანამედროვე რო შევადაროთ თანამედროვე მწერალს და მხატვარს, ვერ ვიტყვით, რომ ეს თანამედროვეს უფრო მეტი, უფრო წინ დგას იმაზე. ინფორმაცია მეტი აქვს, მაგრამ რადგან ეს საკითხი შეეხება როგორს და არა რას, ხო? როგორ არის ამოუცნობია ბოლომდე. იმიტომ რომ ესე ნათელი არ არის, რომ 2-ს მივუმატოთ 2 არის 4 და ეს ყველგან მუშაობს. შეიძლება ისეთმა რაღაცამ იმუშაოს კონკრეტულ ნამუშევარში, რომელიც წინასწარ შეუძლებელი იყო, აი გეთქვა რომ ეს მაგალითად ყოველთვის აი აქ
რაღაცა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამიტომ არის რომ მოულოდნელობა ყოველთვის არსებობს ხელოვნებაში. ხო, ფილოსოფიაში მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი მეცნიერება ფილოსოფიაც შეიძლება უფრო ახლოს არის ხელოვნებასთან ვიდრე ფიზიკა, ქიმია, სხვა მეცნიერებები, მაგრამ იქაც მნიშვნელოვანი არის იგივე რაც მეცნიერებისთვის არის მნიშვნელოვანი. და ხელოვნების შემთხვევაში ეს სრულიად სხვაგვარად გამოხატვის ფორმა როგორ არის ძალიან მნიშვნელოვანია. თან აი შემოდის ასეთი რაღაცა, აი ამ სივრცეში რაც ძალიან ისეთია უცნაურია და სხვა მიმართულებისთვის უცნაურია, მაგრამ უცნაური და მნიშვნელოვანი. და ეს არის ესეთი ფენომენი, რომ შეიძლება მხატვარმა, ან სწორედ მხატვარზე რო ვისაუბროთ, მხატვარმა შეიძლება რაღაც ნამუშევარი მიუძღვნას მაგალითად ვიღაცას, ან ხო ვიღაცა დახატოს, ან რაღაცა ისეთი დახატოს, რომელიც კონკრეტულია ძალიან. მაგრამ როგორ გააკეთებს, აი ეს არის განმსაზღვრელი სინამდვილეში ის ნამუშევარი, რაც იცახის მე. აი ჩვენი წინასაუბრებიდან წინასაუბრები რო გავიხსენოთ ის მომენტი, სადაც ვიძახით, რომ მაგალითად, როდესაც სამყარო არის სამყაროში არ არსებობს ჯერ სულიერი ნაწილი, ნაკლებად არის, ასე ვთქვათ, წარმმართველი არ არის და როდესაც არის უფრო მატრიარქატული საზოგადოება, იქ როგორ არის სხვანაირი და მერე რო შემოდის სულიერი სამყარო. აი ის როგორ აკეთებს მაგაზე. მაგითია განსაზღვრული, ხო? და ამას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს სიტყვაზე. აი მაგალითად ვან გოგის მზეს უმზირებს რომ უყურებთ, ხო? ვან გოგის მზეს უმზირების არსი არ არის მზეს უმზირებში. მაგ ნამუშევრების არსი არის იმაში თუ როგორ არის განხორციელებული, ხო? და მე ესეც ქვია, ხო, ეს არის პოსტიმპრესიონისტები არიან და ეს ზოგადად იმპრესიონიზმიც არის რაღაც შთაბეჭდილების დაფიქსირება, ზოგადად არის შთაბეჭდილების დაფიქსირება სიბტყეზე, ტილოზე ამ შემთხვევაში, საღებავებით. ხო და აი ზუსტად მანდაც ჩანს, რომ ეს მნიშვნელოვანი არის როგორ გააკეთა და არა მაგალითად ის რომ მზეს უმზირები დახატა. ანუ მზეს უმზირებში, თუმცა უბრალოდ ეს ამ მზეს უმზირა რო არ ყოფილიყო უბრალოდ ფერები წაესვა, მაშინ საერთოდ სხვა ეს იქნება. თვითონ მზეს უმზირის როგორ გადმოც, მზეს უმზირის ყვავილის როგორ გადმოცემა. ოღონდ ეს საშუალება. ხო, ეგ არის საშუალება. აი მაგალითად შენ ხა იმას ამბობ, რომ მზეს უბრალოდ რო ფერები დაედო, არ იქნებოდა არაფერი. დაედო. მაგრამ ეგ არ ნიშნავს მაინც იმას, რომ მზეს უმზირა უბიძგარო ანუ პოსტიმპრესიონისტული ნახატი გაეკეთებინა. აი ამას ვიზახი რა. შეიძლება მზეს უმზირა დახატო, კლასიკურ ვერსიით, შეიძლება ბაროკოს მიდგომით დახატო, შეიძლება რენესანსის მიდგომით დახატო, კუბისტურად დახატო. და თავარი ამ შემთხვევაში ეს უბრალოდ არის საშუალება, იყენებს აი ამ იმას რა ქვია, ობიექტს ამ შემთხვევაში მზეს უმზირას, რომ მისი დამოკიდებულება გაამჟღავნოს საგნისადმი ამ შემთხვევაში. კიდევ შეიძლება გავიხსენოთ ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი იყენებდა თავიდანვე ტექსტებში, ლიტერატურულ ტექსტებში გვხვდება ასეთი ფორმა და მეც აი მე-20 საუკუნეშიც არსებობდა ეს ფორმა. შეიძლება გავიხსენოთ მაგალითად ჰომეროსის ილიადაში ელენას აღწერა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, იმიტომ რომ ელენას გამოხდება ომი რა, თან ძალიან ისეთი სისხლის მღვრელი ომია და მისი სილამაზის გამბეჭდავია, რომ ამ ხელმოვლენებს იწვევს. და რაღაც ეტაპზე მე დგება ეგ მომენტი, რომ ავტორმა უნდა აღწეროს ეს ელენა რა. ხო და ავტორი იყენებს ასეთ ხერხს, რომ არ აქვს პირდაპირ არ აკეთებს ამის ილუსტრაციას, რომ ილუსტრაციას უბრალოდ რა, ილუსტრაციას არ აკეთებს ელენასი და არ
შედის ისეთ დეტალებში, რომ აი ამ სიმაღლე არაფერის თმა აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე აღწერს, რომ მოხუცი კაცი დაინახავს ტროას კედელზე, რომ გამოვიდა ელენა და მოქვევით მოხუცები არიან რაღაცას აკეთებენ და ეს მოხუცი კაცი კომენტარს აკეთებს, რომ ამ სილამაზისთვის ნამდვილად ღირდაო ეს ომი. ხო და ეს ახლა ისეთი ფორმაა, რომ უკვე ვინც არ უნდა წაიკითხოს ეს, ვინც არ უნდა მოისმინოს ეს, ხო? ის თვითონ შედის პროცესში ამ პერსონაჟის ხატვის ან წარმოდგენის და თანამონაწილე ხდება ამ პროცესში. და შეიძლება შენ სხვა ელენას წარმოიდგენ, მე სხვა ელენას წარმოვიდგენ და ყველა თავის ელენას წარმოიდგენს და ყველასთვის იქნება ლამაზი. აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამას სხვა შორის ამ ფორმით ტექსტი, ამ ფორმით არის დაწერილი სხვა შორის სახარებაც, იქაც არ არის დეტალური აღწერა. სხვა შორის ძველი ტექსტები თითქმის ყველა ესეთი. აღწერა, აი ესეთი ტიპის, აი რაც მე მაგალითად მე გვხდება, აი ჰიუგოსთან მაგალითად. დეტალური აღწერა. ხო, არ არის, ხო, ძველ ტექსტებში არ არის და მე აი ჰემინგუეი იყენებს აისბერგის იმას ეძახიან მეთოდს, რომ თვითონ ის აკეთებდა, რომ დაწერდა, მე უბრუნდებოდა ტექსტს და ძალიან დიდ ნაწილს შლიდა. ძალიან დიდ ნაწილს შლიდა და ფაქტობრივად მხოლოდ იმას ტოვებდა, რაც ინტერპრეტაციის საშუალებისთვის საკმარისი იყო მკითხველისთვის. რომ აი უბრალოდ რაღაცა პატარა ნაწილი დატოვა და იმ ნაწილს უნდა გაყვე, ასე ვთქვათ, მკითხველმა უნდა გაყვე მკითხველი და ჩახვალ იმ სიღრმემდე. რა დონის უნარი გაქვს, ასე ვთქვათ, სიღრმეზე ჩასვლის, ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. ამიტომ არის, რომ ყველა მკითხველს რაღაცა თავისი ამო ქონდა და თავისი ამო აქვს დღემდე, თუნდაც იგივე ჰემინგუეის ნაწარმოებებიდან ან ჰომეროსის ნაწარმოებებიდან და ბევრია ესეთი ტექსტიც. როგორც აღნიშნე წელან. კიდევ შეიძლება ითქვას, რომ ეს რა თქმა უნდა თუ კი ჩვენ შევალთ აი ამ ფორმის, ასე ვთქვათ, როგორ გადმოცემის საკითხებში, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, საკმაოდ ისეთი მაღალი ხელოვნება, ანუ მაღალი დონეა გადმოცემის, ასე ვთქვათ, ფორმის გადმოცემის რა. იმიტომ რომ ინტერპრეტაცია შეიძლება გაუკეთდეს ნამუშევარს, რაც უფრო მეტი ინტერპრეტაცია უკეთდება, ეს ნამუშევრის იმაზე მიუთითებს, სიღრმეზე მიუთითებს. აი მაგალითად რო ავიღოთ, ასე ვთქვათ, კლასიფიკაცია რო გავაკეთოთ, პლაკატი არის ისეთი ტიპის საშუალება, რომელსაც ინტერპრეტაცია უნდა ქონდეს მხოლოდ ერთი. თუ პლაკატს რამდენიმე ინტერპრეტაცია, აი ორი ინტერპრეტაციაც რო ქონდეს, ის პლაკატი არ ვარ. თავის დანიშნულება. ლოზუნგია რა. ხო, ლოზუნგი ახლა თუ ლოზუნგი აგვერია, გაუგებარი ლოზუნგი თუ ის არ ვარ რა. მაგრამ ხელოვნება ეგრე არა. ხელოვნება შეიძლება, ხელოვნების ნაწარმოებში თუ ინტერპრეტაცია ბევრია, ის პირიქით კარგია ხოლმე რა და აი ბევრი შეიძლება გავიხსენოთ, ბევრი ტექსტი შეიძლება გავიხსენოთ, არა მარტო ტექსტი, მარტო ლიტერატურა არ არის ეგეთი, მხატვრობაც ეგეთია, რომ სხვადასხვა სიღრმეებს ბადებს და სხვადასხვა მკითხველი, მნახველი თავის ინტერპრეტაციებს დებს, ასე ვთქვათ, აი ამ ნამუშევრებში. კიდევ შეიძლება ერთი რაღაცა აღვნიშნოთ, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, აი პლაკატი ვახსენეთ და პლაკატთან ერთად არსებობს, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ არსებობს ილუსტრაციები, ხო? ილუსტრაციები არის ტექსტების, თქვათ, გაზეპირი გადმოცემების და რაღაც ისტორიების და ამბების და პერსონაჟების გაცოცხლება სახვით ხელოვნებაში. ვიზუალიზაცია, ხო, ამ ამბების არის ილუსტრაცია და ილუსტრაცია ყოველთვის არის უფრო, ასე ვთქვათ, დაბალი საფეხური ნამუშევრის შეფასებაში თუ შევდივართ. ვიდრე მაგალითად ნამუშევარი, რომელიც ახდენს ლუსტრაციას იმ ამბის, ამ პერსონაჟის, ან მოვლენის. და ჩვენ ორივე ისინი გვაქვს, რა ქვია, შემთხვევები გვაქვს რა, რომ აი მაგალითად არის
ილუსტრაცია გაკეთებული რაღაცა ამბავზე და არის ილუსტრაცია, რომელიც არის ნაჩვენები, არა მოყოლილი და გამეორებული, არამედ ნაჩვენები და გახსნილი. აი მაგალითად შეიძლება ითქვას, რომ ბერძნული ქანდაკება, აი თუ საღვით ხელოვნებაში გადმოვიდეთ ამას და შევადარებთ მაგალითად აი ბერძნულ ქანდაკებას, სიტყვაზე აი მაგალითად საბჭოულ ქანდაკებას, რომელიც პროპაგანდისთვის კეთდებოდა, აი იმ ქანდაკებას გულისხმობ, რომელიც პროპაგანდისთვის კეთდებოდა. აი ზუსტად მაგაში არის ძირითადი სხვაობა, აი ამ თვალსაზრისით, რომ პროპაგანდისტვის გაკეთებული ნამუშევარი არის ილუსტრაცია. და მაგალითად ბერძნული ქანდაკება, რომელიც შეიძლება ასევე ისიც რაღაც ტიპის პროპაგანდას ემსახურებოდა, მაგრამ აი ესეთი ძალიან მკვეთრად განსაზღვრული ესე არ იყო და ის არის უფრო ლუსტრირებული. და ლუსტრირებულია რა? ლუსტრირებულია ის ცნობიერება, რაც ცნობიერებაც იმ დროს ადამიანს ჰქონდა. და იმ ცნობიერების რა ცნობიერება მატარებელიც იყო ადამიანი, იმის ჩვენებას ახდენდა. საბჭოთა დროინდელი ქანდაკებები უფრო პლაკატის დატვირთვის არის. კი, ჩვენი პლაკატებია უბრალოდ სამგანზომილებიანი. ამ გასაგებია რა დატვირთვა აქვს, აი რაღაცა სცენებიც. აბსოლუტურად. და ის ქანდაკებები, ანუ უფრო ღრმა შინაარსის მატარებელია. კი. ვიდრე აი უბრალოდ ესეთ ილუსტრაციული ქანდაკებები. რა თქმა უნდა, ხო თან რა არის, როდესაც ავტორი მუშაობს რაღაც ნამუშევარზე, ხო? ის აუცილებლად აკეთებს ისე, რომ მისი, ასე ვთქვათ, შინაგანი მდგომარეობა იგირეკლება. ვერც მოახერხებს მაგალითად, რომ ისეთი შეძლოს, რომ აი რაღაცა დადგეს ახლა აკეთოს და გამოუვიდეს მეზობლის შინაგანი განწყობა რა, თქვათ რაღაცა სხვა კულტურის წარმომადგენელი. თუმცა ილუსტრაციების დონეც შეიძლება განსხვავებული იყოს, აი მახსენდება სერგო ქობულაძის ილუსტრაციები ვეფხისტყაოსანზე. სხვა შორის სერგო ქობულაძის ილუსტრაციები უკვე მარტო ილუსტრაციები აღარ არის. ეს ლუსტრირებულია უკვე ვეფხისტყაოსანი იმაში, ანუ ლუსტრირებული რას ნიშნავს? გახსნილია. ანუ აი ნაჩვენები. მე არ მინდა ახლა რაღაც სხვა მხატვრების იმაში შევადარო, რაღაც შეიძლება ისე გამოჩნდეს, მაგრამ როგორც მაგალითი სერგო ქობულაძის ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები ჩვეულებრივ ილუსტრაციებს ცდება და უფრო მაღლა ადის და რატო იცი? აი საიდან შენს იცი? იმიტომ რომ ეხლა ეგ ჩვენ ვიცით, რომ ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებია, ხო? აი მოდი ერთ წუთი წარმოვიდგინოთ ეგრე, რომ დაგვავიწყდა დამოუკიდებელი ნამუშევარი. დაგვავიწყდა საერთოდ რისთვის არის ეს დახატული რა? და ვიპოვეთ აი სადღაც რა. აი სადღაც ვიპოვეთ ეგ ნახატი რა. რამე ჭირდება მას რაღაცა ტექსტი, რომ აღსაქმელი იყოს? არ ჭირდება. არც ერთი ეგეთი ნახატი არც ერთი არ არის, რომელსაც აი ვთქვათ, რომ ეს გაუგებარია რა. აი ხა ამის ტექსტი რო ვიცოდეთ, მაშინ გასაგები იქნებოდა, მაგრამ ეხლა უყურებ და გაუგებარია. ეგეთი არც ერთი არ არის. იმიტომ რომ ისეთი ფორმა აქვს მოძებნილი და ისეთი ასე ვთქვათ ეპიზოდები აქვს და დახატული ვეფხისტყაოსნიდან, სადაც კომპოზიცია არის დასრულებული და არ არის ფრაგმენტული. აი მაგალითად არის ეგეთი ხშირად გვხვდებოდა მსოფლიო ლიტერატურა ითარგმნებოდა საბჭოთა კავშირის დროს ინგლისელი ილუსტრატორი იყო ძალიან ცნობილი, გვარი არ მახსოვს, არ მინდა შეცდომით თქვა და სხვა შორის იმასაც მაშინ უფლებები ასე ვთქვათ დიდად არ ანაღვრებდათ და იმასაც რომ გადმოთარგმნდნენ ხოლმე იმის ილუსტრაციებსაც გადმოიტანდნენ ხოლმე და თვითონ ტექნიკით შესრულები ძალიან მაღალი დონისაა. და ფლობა არის, ხაზი, სუჩდილის, ყველაფრის რა. თან იმითია დახატული ორ ტონშია გაკეთებული რა, თეთრი და შავი, ტუშია ნახატები. მაგრამ რანაირი ნახატებია, იცი? აი
მარტო ტექსტი სჭირდება. ტექსტი სჭირდება. მარტო ეგ რო ნახო არის აბსოლუტურად რა იტყვი რომ კაცი არის უბრალოდ კარგად დახატული. მეტი იქ არაფერი არ ჩანს. ან ზღვა არის კარგად დახატული, ან უიგემი რა კარგად არის და მეტი იმის იქით არაფერი აღარ არის რა. და აუცილებლად თან იმის სიცარიელეს დაგიტოვებს რომ დაგაინტერესებს რომ აქ ეს კაცი რატო დგას, ან ის რატო გარბის აქეთ რაღაც ისტორია არის უბრალოდ მოთხრობილი რა. და სახვით ხელოვნებას თხრობითობა მაინც არ უყვარს. სახვით ხელოვნებას უყვარს ჩვენება. აი მაგალითად რო გავიხსენოთ ის რო არის რა ქვია კობულაძის არიელი როზის ნატრახი რო უჭირავს ესე ხო წყაროსთან. აი ეგეც ისეთი მომენტია შერჩეული რომ თვითონ დრამატული, ტრაგიკული არა, დრამატული ნაწილია შერჩეული და გასაგებია ეგრევე რომ დრამატული ნაწილი. იმ კაცს რო არ უხარია სულ არ იცოდე რომ ეს ვეფშტაუსნის რა ნაწილიდან არის გასაგებია რომ ეს კაცი რაღაც დრამატულ მდგომარეობაშია და დასრულებულია ნამუშევარი. ამიტომ ხო შეიძლება მარტო ილუსტრაცია, ასე ვთქვათ, გამოსახვა კი არა ეს მარტო ის ლუსტრაცია, ასე ვთქვათ, გამოაშკარავებაა რაღაც მდგომარეობის. კი, თან გამოაშკარავება არის რაღაც მდგომარეობის და თან კიდევ ამას რა ემატება, იცი, აი წინა საუბრებშიც ხშირად ვახსენებდით ამას რა, რომ თან ამას ემატება ის გამოსახულობითი საშუალებები, რასაც მაგალითად ამ შემთხვევაში სერგო კობულაძე იყენებს. თუმცა მისი გამოსახულობითი საშუალებები ახდენს ლუსტრირებას თვითონ სერგოს დამოკიდებულებას ნახატისადმი, ფორმისადმი, კომპოზიციისადმი, ესთეტიკისადმი, რეჟისურისადმი, ყველაფერი ჩანს რა. ასევე როგორც მაგალითად სხვა ილუსტრაციებში ყველაფერი ჩანს, მაგრამ ზუსტად ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ ვისში რა ჩანს მე. ვიღაცაში ჩანს, რომ არის უფრო ზედაპირული, ვიღაცაში ჩანს, რომ თურმე ის უფრო სიღრმისეულად ხედავს ამ საკითხს რა. და აი სიღრმისეულად ვინც ხედავს საკითხს, რომ იმაზე შეიძლება ვთქვათ, რომ ის წარმოაჩენს. ანუ ის იღებს რაღაცას მნიშვნელოვანს და მის ჩვენებას ახერხებს. კი. რაც უბრალოდ ასახვით რაღაც მომენტის აი შენ რო ამბობდი ისეთ ილუსტრაციებზე, რომელსაც შინაარსი აუცილებლად სჭირდება, ისეთი არ არის რა. კი. და აი მუსიკა მაგალითად საინტერესოა რომ გაცილებით მეტად არის დამოკიდებული იმაზე როგორია და არა ის რა თემაზეა დაწერილი. შეიძლება საერთოდ არც იცოდე თემა, იმიტომ უფრო სხვა ტიპის ხელოვნება განსხვავდება სახვითი ხელოვნებისგან, მწერლობისგან და მან ჩანს მნიშვნელობა სწორედ იმისი, რომ როგორ იქნება ფორმა რა, ფაქტობრივად მთლიანად ფორმა. რა თქმა უნდა, ახლა რა მაგასაც აქვს მნიშვნელობა. აი, მაგალითად, ბახის პრელუდიები არის ბიბლიის სხვადასხვა თემებზე დაწერილი. და როდესაც ესე უსმენ და არიცი მაშინაც აი სრულყოფილია შეიძლება ითქვას, მაგრამ რო გაიგებ კონკრეტულად რას ეხება, მაშინ აი ძალიან მკაფიოდ წარმოგიდგება ეს სურათ-ხატი და მუსიკა ერთობლიობაში. კი ბატონო. აი სხვა ტიპის მაგალითად მოცარტის მუსიკები განსხვავდება, უფრო ემოციურია და ვფიქრობ, უფრო ნაკლებად აქვს მნიშვნელობა მაგისთვის შინაარს. კი. უფრო ფორმა. უფრო ფორმაზე ორიენტირებული. ბახის იმდენად როგორ ვთქვა, მათემატიკური გათვლითი რაღაც ფენომენია, რომ თითქოს მეცნიერულად არის დაწერილი. მე მაგალითად ამიტომ ბახი ძალიან მომწონს. და ანუ როგორც უპირატესობას ანიჭებ. ანიჭებ
და სხვა აი სახხელოვნებაშიც მწერლობაშიც მე პირადად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ შინაარსის ნაწილს. ხო, თორე შეიძლება რაღაცა ტიპის ლიტერატურული ნაწარმოები ძალიან ემოციური იყოს და ისეთი ფორმით დაწერილიო, აქ შეიძლება თითი ფაქტობრივად ჩაგიყოს თვალში და ცრემლი ამოგაგლიჯოს. მაგრამ იმხელა შინაარსი არ კონდეს. ტექსტს უფრო მეტი აქვს მაგის უნარის ხო შორის, რომ შინაარსით იყოს დატვირთული და ეგრეც არის ხო, კი. ლექს მაგალითად ნაკლება. ლექსი უფრო ფორმისკენ არის გადახრილი. კი, თუმცა ვაჟა-ფშაველას ლექსები, პოემები ძალიან ღრმა შინაარსი. მაგრამ ლექსები საკმაოდ შინაარსი არის. შინაარსიანი ყველა რაღაც ტიპის შინაარსი ყველა აქვს, ყველას აქვს, მაგრამ მაინც უფრო პოეზია უფრო მაინც ფორმისა. კი. და აი სახვით ხელოვნებაში ქანდაკების და მხატვრობის განსხვავება არის, იმიტომ რომ როგორც თქვი, იმპრესიონისტები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სწორედ ფორმას. აი დახატული, როდესაც არის ეს ყვავილი. სეზანმა მაგალითად მთელი ცხოვრება ხატა ვაშლებს. მოდა ახლა მაგალითად ჟაკ-ლუი დავიდისთვის ეგ იქნებოდა წარმოუდგენელი რა, ანუ შეიძლებოდა ალბათ, იმიტომ რომ ის იმ ეპოქის მხატვარია, სადაც აი მაგალითად ეს ჩემი ძახი შინაარსი ძალიან მნიშვნელოვანია რა და პირდაპირ მაგით ფასდება რა, მაგიტომ არის რომ სულ რაღაცა ნაპოლეონის გვირგვინის დადგმა და ვატერლო რა, მოკლედ მთელი ამბები რა და აი მე უკვე ეს მარტო როდესაც იქ გამოეცალა მეტნაკლებად მხატვრობას მე მივიღეთ ეგეთი ტიპები როგორც იმპრესიონისტები იყვნენ და დაძლებდნენ ამ შემთხვევაში ჩემი დაკვირვებით ფაქტობრივად ეს ფორმა მარტო ემოციაზე ახდენს გავლენას ანუ აზრის თვალსაზრისით ნაკლები აი რთული ემოციურ კი არა როდესაც ქნის ორი ისა მიმართულება რა ემოციურზე არის გათვლა თვითონ როდესაც შენ ხარ მაგალითად უბრალოდ ამის მაყურებელი ასე ვთქვათ რა ან მსმენელი უბრალოდ მსმენელი და მაყურებელი მაგრამ თუ მკვლევარი ხარ თუ უფრო ჩვენ ხო არ თქვაში ისე საუბრობთ როდესაც ანუ ჩვენ იმ სიბრტყიდან საუბრობთ, რომ პრეტენზიას ვაცხადებთ, რომ აი მაგ შრის გაანალიზება გვინდა რა. და არა მაგალითად ის, რომ აი მე ეს რა კარგი ფორმა, აი ხა ჩვენ რომ დაგვეწყობებით საუბარი, რომ აი მე ამის ფორმა მომწონს ძალიან და აი მის გამოხატვის ფორმა არ ვარ გადააეს, ახე როგორია და რაღაცა, მაშინ კი მაგრამ ჩვენ ვახდენთ ფაქტობრივად აი ამ საუბრით ვახდენთ ამის ანალიტიკურ გარჩევას. ეს რა ტიპის შრეა ეს? და როდესაც მაგის გარჩევას ვიწყებთ, მაგის გარჩევას ვიწყებთ, უკვე თვითონ ავტორი ვლინდება. ანუ ისე კი არ არის, რომ აი ჩემზე ეს მოქმედებს და ეს არ მოქმედებს და რაღაც. არა, ეს უფრო დილეტანტური ის არის რა, ნაწილი. მაგრამ როდესაც ახლა მაგალითად იმას იკვლევ, რომ ხა ვან გოგი სიტუაციებს ესუნზირებს, რომ ხატავდა, ან თქვა რაღაც სხვას რომ ხატავდა კარტოფილი ჭამიებს, რა ვიცი, ნების ან სეზანი ვაშლს რო ხატავდა და აი რატომ აკეთებდა ეგრე? აი ეს კითხვა რო დაისვა რა, რომ აი რატომ შვება ეს კაცი ეს? ან თქვა და რატომ ჰომეროსი, რატო ელენას ეგრე რატო აღწევს? კი, თავიდან მაგალითად ერთი ნაწილია ის, რომ ახრამაგარია და მომეწონა, მაგრამ მე დავფიქრდი, რომ ეს რატო აკეთებს ამას. ხო და აი რადგან აი კითხვას დავსვათ, ხო მე უკვე ირკვევა რატომაც აკეთებს და ეს რა მექანიზმი რანაირია მაგის ასე ვთქვათ, იმაში შევდივართ რა, გარჩევაში. რომ ეს ყოფილა, ამის მანიშნებელი ეს ყოფილა, ამის მანიშნებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ანუ ელენას აღწერას, ქმნის ემოციურ აღწერას. ანუ ემოციებზე ახდენს ის გავლენას, ის რაღაც შინაარს
კი არ ხსნის იქ ასეთი წვერი ქონა, ასეთმა ქონა. არა, იმანად არა ემოციას არა ემოციას აღწა კი ემოციურია იქ მაგრამ შენი ემოცია არა იმ კაცის აი ნახე როგორ თან უფრო მნიშვნელოვანი ის არის რომ ვიღაც კაცში რო ემოცია გამოიწვია მაგან შენ მოგცა ბიძგი იმისათვის იმაზე რომ შენც წარმოიდგინო ლამაზი ქალი ანუ ეს არის აქ მნიშვნელოვანი და არა ის მარტო რომ ემოციაზე იმოქმედო ხვდები რას ვიზახი ანუ როდესაც ანუ მან ის არის მნიშვნელოვანი რომ შენ თანაავტორს ხდის და არა მარტო ემოციურად არა შეიძლება ძალიან ისეთ რაღაცაზე გაგხადოს თანაავტორი აი მაგალითად ჰემინგუეი აი თუ ჰომეროს თავს დავანებებ და ჰემინგუეის გავიხსენებ ჰემინგუეი უფრო მეტად მშრალი უფრო მეტად კი ძალიან მშრალი ის არის ავტორია და ძალიან ისეთია და არ ახდენს იმას შეიძლება ემოციური ვაფშე საერთოდ არ იყო იმის კითხვისას რა მაგრამ თანამონაწილე ხდება. აი მარტივად რა, მაგალითად აღწერს ეგრე რომ ოთახია, სადაც არის ერთი მაგიდა დგას და ერთი ფანჯარაა და ფანჯრიდან ჩანს მაგალითად ზღვა. აი ჰიუგო აღწერდა რანაირი ფანჯარაა, როგორი ფარდაკიდია, ეს მაგიდა როგორია, შუშა დასვრილია თუ არ არის დასვრილი, ახალი გაწმენდილია თუ არ არის ახალი და მოკლედ რანაირი ზღვა ჩანს და რაღაცა და ეს უბრალოდ გეუბნება ცნებებს რა სახელებს წერს უბრალოდ რა და ამ სახელებში მე შენ შედიხარ მან თქვა ხა ემოცია შეიძლება საერთოდ არ იყოს ხო ფანჯარაა მაგრამ როგორი ფანჯარაა აი ამის თანაავტორი ხდები რა რა თქმა უნდა ჰომეროსის შემთხვევაში ზელენაზე რაც გავიხსენეთ ის უფრო იმაზეა რა ლამაზ ქალზეა და რა თქმა უნდა მან ემოციური ნაწილიც ახლავს მაგრამ შეიძლება მაგ ხერხმა არაემოციურადაც იმოქმედოს რა ყოველ შემთხვევაში მაინც გარკვეულ განწყობას ქმნის ის ანუ როდესაც აღწერს ოთახს ის ხო რაღაცის განწყობის შესაქმნელად აღწერს კი რა თქმა უნდა უბრალოდ გიტოვებს აი ძალიან მცირედ რაღაცას გიტოვებს აი კატაწვიმაში აქ ერთი პატარა მოთხრობა და თვითონ სათაურით გეუბნება საით უნდა წახვიდე რა ნუ კატაწვიმაში უკვე რაღაც ის არის ხო აი სათაურით გეუბნება და მე რა თქმა უნდა გიტოვებს განწყობას კი მაგრამ მე შენ თვითონ უნდა გააგნო რა შენ თვითონ უნდა გააღწიო და შეიძლება და ისიც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ რომ შენ მოგეჩვენოს რაღაცა ტექსტი ეგრე დაწერილი ტექსტი მოგეჩვენოს ძალიან ღრმა და მხატვრული და მე შეიძლება მომეჩვენოს რომ ეს ძალიან მშრალია რა არის რატო იმიტომ რომ მე ვერ ჩავედი რა ანუ მე ვერ მივყევი მე ვერ ასე ვთქვათ დავაგენერი ის რაღაცა გარემო და შენ დააგენერი შენ მიყევი შენ კიდე შენ შეიძლება იმაზე მეტიც კი წარმოიდგინე ვიდრე ავტორს კონდა რა წარმოდგენილი მაგას რო წერ ეგეც ხო შეიძლება რა და აი მიქელანჯელოს Sixties კაპელა არის საინტერესო ამ ხრივ აი შინაარსიც ღრმა შინაარსი აქვს უბრალოდ გამოსახველობითაც მე მგონი ზვარია ადამიანის შესაძლებლობების. კი, რა თქმა უნდა. ნუ მიქელანჯელო გენიუსი და ამ თვალსაზრისით მის შესაძლებლობებს ძალიან კარგად დაემთხვა ბევრი რაღაცა, რა თუნდაც ის რომ პაპთან ქონდა ურთიერთობა, აი მიცეს საშუალება მიეცა რეალიზების. კი. და ჩემი ერთ-ერთი ყველა საყვარელი თუ არა ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევარია რაფაელის ათენის სკოლა. კი. აი თითოეული პერსონაჟი არის იმდენად გამომხატველი, კარგად დახატული, გადმოსცემს განწყობას ყველა. მე ხარ როგორც დილეტანტი რო უყურებ, აი რო იგებ ვინ არის ო ეგრევე გზნობ იმ
მდგომარეობას, ფსიქოლოგიას არის ნამდვილად ერთია, კი. ხო, აი ბერძნულ სამყაროს თუ იცნობ და თუ ასე ვთქვათ, აი ბერძნულ ფილოსოფოსებს თუ იცნობ, აბსოლუტურად გეთანხმები, კი. ვერც ერთზე ვერ იტყვი, რომ რაღაცა ეს რატოა ეგ არა პირიქით ეგრევე ეთანხმები რა. კი, ეს უნდა იყოს ნამდვილად. სხვა შორის იგივენაირია მიქელანჯელოც რა. აი მიქელანჯელოს მოსე რო ნახო, ხო? მე მაგალითად სულ პრობლემა გაქვს მოსეს, სხვა მოსეს რო ნახულო, სხვა დახატულ მოსეებს. იმიტომ რომ ეგ მოსე ანუ ყველას გიგდებს აქეთ-იქით რა და თვითონ რჩება რა. და სხვა შორის ასეთივეა ის წინასწარმეტყველი ეზეკიელი აქ დახატული პროფილშია რა. თუნდა ეს იმდენად ესეთი ხატება აქვს ეს რაღაც ძალიან ისეთი აქტიურია რა, რომ მე მაგალითად რო წარმოიდგინო ეს სხვა იმაში რომ ნახო მე ბევრჯერ ბევრგან არის დახატული ეს წინასწარმეტყველი ეზეკიელი რა და სულ არ ეთანხმები რა. იმიტომ რომ ის გახსოვს როგორია და იმდენად ძლიერი ის აქვს რა. ძალა აქვს რაღაცნაირი ხატების რა. ეგენი ეგ ხალხი საერთოდ და საიდუმლოსერობაც როგორც არის შესრულებული ძალიან შთამბეჭდავია. მე მგონი არასდროს რაც არ უნდა დილეტანტი იყოს ადამიანი რომ ნახავს ესეთ ნამუშევრებს, აი გასაგები ხდება რატო ახატინებდნენ ეკლესიებში ასეთი მაღალი დონის მხატვრებს. რა თქმა უნდა, კი. სხვა შორის საიდუმლოსერობას ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია აქვს და ლეონარდოს მე ეს ცოტა გაყვითლდა კიდეც ამბავი და ფილმებიც გადაიღეს მე ამაზე და ასე ვთქვათ, კარგად გაიყიდა რა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ რეალურადაც რო ვთქვათ, ბევრი ისეთი სიმბოლო აქვს გამოყენებული, იყენებდა ეს რაღაცებს, რომ იქ ორაზროვანი რაღაცები შეიძლება გაჩნდეს და ჩდება კიდეც რა, თუ მოინდომებ მაგ მიდრეკილი თუ ხარ, ეს ლეგენდებიც არის, რომ სახებს ეძებდა ხალხში. არა, იქნებოდა ეგ, ხო, შეიძლება რაღაცა ლეგენდა არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როდესაც ეგეთ ნამუშევარს აკეთებს მხატვარი, რა თქმა უნდა, აი მაგალითად ცნობილია, რომ დავითი, მიქელანჯელოს დავითი, მეწისქვილის ბიჭია. იქ სადღაც ახლოს წისქვილი იყო და ეს ჩანაწერებში არის შემორჩენილი, რომ მეწისქვილის ბიჭია და ეგ როგორ უნდა ეგრე არ უნდა გავიგოთ, რომ აი პირდაპირ დააყენა და ის გააკეთა, არა. უბრალოდ ინსპირაცია ეტყობა რაღაცა დაინახა იმ ბიჭში, რაღაც იმ ბავშვი. მოზარდია, ხო, გაკეთებული. რაღაც ისეთი რა, არ ვიცი. და გაამართლა კიდეც ხო მე ხარ უყურებს, რომ დავითიც ერთ-ერთი ეგეთი ნამუშევარია, რომ აი დავითი მე გახსენდება რა. სხვა შორის არა მარტო მაგიტომ, რომ ყველაზე ის არის, რა ქვია, პოპულარული. როგორც ქანდაკება, მაგალითად, ხო? როგორც ქანდაკების ენისმეტყველებაში დონატელოს დავითი არანაკლებია რა. ერთი დონია, ერთი სიფრთხეა. შეიძლება ითქვას, რომ დონატელო კიდე უფრო ღრმა არის დონატელოს დავითის ნამუშევარი, ანუ დავითი გაკეთებული დავითი. მაგრამ მიქელანჯელოსი ეგარო ცნობილია. ხო, მიქელანჯელოსი უფრო ცნობილია და დონატელოს დავითში პიროვნული ნაწილი ნაკლებად არის დავითის. უფრო მეტად საბაზისო, ქანდაკების საბაზისო კომპოზიციებს ეხმიანება, ასე ვთქვათ და იმაში ზის, როგორც ძალიან კარგად ზის იმაში და იმედენად კარგად ზის, რომ თვითონ როგორც აი დამოუკიდებლად ეგრე თავი დავანებოთ დავითია თუ საულია თუ ვინც არ უნდა იყოს, როგორც ნამუშევარი სასწაულია და მიქელანჯელოს დავითი ქანდაკების ენისმეტყველებაში უფრო ნაკლებია, მაგრამ ძალიან ბევრია თვითონ დავითის პიროვნების წინწამოწევაში რა. და ეგ არ არის შემთხვევით, რომ ეს უფრო ცნობილია მიქელანჯელოს დავითი. მე მგონი საინტერესო საუბარი გამოგვივიდა.
შეგვიძლია დავასრულოთ. კი ბატონო.